ლიოსას აქ ერთი ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც გამოდგა დიქტატორებისთვის არა მათი მხილება, არამედ რეცეპტი. რომ უნდა ისარგებლო ადამიანის პატივმოყვარეობით, სიბრიყვით და მომხვეჭელობით. ანუ შენ გარშემო უნდა შემოიკრიბო, რასაც ტრუხილიოც აკეთებდა და თითქმის ყველა დიქტატორი როგორ კრავს თავის გუნდს, ეს არის მომხვეჭელობის სურვილი დაინახო ადამიანში, ეს არის დაინახო სიბრიყვე დიდი და უცოდინარობა და აი ანტიინტელექტუალიზმისადმი ზიზღი, ხო? როგორ ჭკვიან ადამიანს ძალიან შეზიზღება, ალბათ ხელები გაითხვაროს გაუგებარი იდეალებისთვის და მიზნებისთვის, რომელიც მაგათაც შეიძლება იყოს დიქტატორისთვის რაღაც ზედმეტი კიდევ მანქანა, კოსტუმი ან ბრილიანტები, ხო? სპეციალური კასტა ყალიბდება დიქტატურებში და უცებ აღმოაჩენს მაგალითად ადამიანი, რომ მისი მეზობელი, რომელთანაც შეიძლება რაღაც კეთილმეზობლური ურთიერთობა ქონდა, არის დამსმენი, არის ვერავის ვერენდობი. მერე რა კლავს და ტანჯავს ადამიანს და რა არის საკველაზე კარგად ამ რომანში ნაჩვენები. აი ეს მუდმივი შიში, რომ არავის არ უნდა ენდო. და აი ამ უნდობლობაში როგორ იწამლები, ამ უნდობლობაში ცხოვრება, რომ ყველა გეჩვენება, ეს გამოვლილი ქონდა ყველა დიქტატურას.